ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიერთდა. მამა ირაკლი, დილამშვიდობისა, გისამძიმრებთ. პატრიარქის გარდაცვალების გამო ძალიან დიდი დანაკლისი გვაქვს მთელს ქვეყანას, მთელს მართლმადიდებელ სამყაროს და პირველად ხართ აი ამ ძიმე ტრაგიკულ ძალიან ისეთი სამწუხაროდ ამბის შემდეგ ჩვენს ეთერში და მინდა რომ მოგისამძიმროთ. დიახ, დიდი მადლობა, მეც მოგესალმებით, მეც რა თქმა უნდა გისამძიმრებთ და შევთხოვთ უფალს რომ გავგაძლიეროს მისი უწმიდესი ლოცვა კურთხევით უკვე ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარული, რაც მისი უპირველესი პოსტულატი იყო, რომელსაც დაგვიტოვა და მითითება მოგცეთ თუ როგორ უნდა ვიაროთ ქართველებმა ღვთისაკენ. ამინ. აი ჩვენ ახლა ვუყურებთ ძალიან ემოციურ კადრებს. ნახეთ რომ უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი მივიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად და სოფლიო მედიის თვალსაჩინოში მოექცა ჩვენი ქვეყანა ამ ამბის გამო. აშუქებდა სხვადასხვა უცხოური საინფორმაციო გამოშვება თუ ტელევიზია, მათ შორის BBC და ითქვა რომ 2 მილიონამდე ადამიანი იყო მოსული. აი ამით მინდა დავიწყო, ჩვენ ყველამ ვიცოდით რა თქმა უნდა რომ ძალიან დიდია პატრიარქის ავტორიტეტი, მაგრამ ასევე ყველა ერთხმად ვამბობთ რომ ის სულიერი ერთობა რაც ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, ესეც იყო უპრეცედენტო და ესეც იყო მაინც გარკვეულწილად მოულოდნელი. დიახ, მოგეთანხმებით აბსოლუტურად. შენდობას ვითხოვ ყველასგან, მაგრამ აი სულ მინდებოდა რომ უამრავ ემოცია ირეოდა როგორც ყველას გონებაში გულში ამ დროს და აი მხავაღლა მეთქვა რომ მისი უდიდებულესობა ქართველი ერი. აი რო უყურებდით ამ მოვლენას, მონაწილეც ვიყავით. რომ მართლა ცოტა მოულოდნელი იყო შენდობას ვითხოვ ყველასგან, იმიტომ რომ მიზეზების გამო, მაგრამ რა მინდა თქვა ისიც რომ ჯერ კიდევ ანტიკური ხარის ფილოსოფოსები შემდეგ ქრისტიანობის ხანაში საუკუნეებში, შუა საუკუნეების შემდეგ ბევრი ფილოსოფოსი ბრძანებს რომ ყველაზე კარგად ადამიანის საზოგადოების და ერის სარწმუნოა ჩანს თუ როგორი დამოკიდებულა აქვს მას გარდაცვალებასთან მიმართებაში. და ჩვენი ერის ეს მოქმედება, რომელიც ამდენი დღეები გასტანა და კიდევ გასტანს და კიდევ გრძელდება პროცესი, ამით კიდევ უდიდესი გადაგება იყო მსოფლიოს წინაშე ღვთის ადიდებელად, რა თქმა უნდა, რომ თუ როგორი წმენა ქართველებს და როგორი მაღალი კულტურული შეიძლება იყოს მორწმუნე და უნდა იყოს მორწმუნეერი. და ეს უმაღლესი სტანდარტი შეიძლება ითქვას გადმოცემული ჩვენი თან მწუხარება, თან პატივისცემა, თან მადლიერების ცემა, ვისაც ჰქონდა, იყო გამოხატული ამ პატრიარქ უწმინდესის გასვენების ამ სახურებებში ამ დღეებში დიახ ზოგადად და მართლაც ეს წარმოუდგენელი და განმეორებელი ფაქტია მთელი ეკლესიის ისტორიაში, კაცობრიობის არათუ მარტო ჩვენს ისტორიაში და ამით ძალიან ჩვენ ბედნიერები ვართ, თუ შეიძლება აი მწუხარების დროს თუ რამე შეიძლება ჩვენი ერისთვის, გნებად ბერისთვის, საერთო სასწაულდაცვის რამე შვება მოეტანა, ნუგეში მოეტანა, იყო ეს ერის ერთიანობა საქართველოს განთლიანება მისი უწესრობის გარშემო. და სწორედ პატრიარქშიდად როგორც გვაკურთხებდა და გვახსენებდა ხოლმე რომ ხოი მწუხარება შენ საწყისი ხარ სიხარულისა. ხო სიხარულში შენ საწყისი ხარ მწუხარების, აი იმ დიდ მწუხარებაში სიხარული შეიძლება ითქვას მოგვენიჭა, რომ დავინახეთ ერთსულოვანი ერთი ერი ჩვენი ქართველთა, რისთვისაც ალბათ თავარი მიზანისაც დაისარჯა და გაიხარჯა ჩვენი პატრიარქები ამ 50 წლიანი პატრიარქობის პერიოდში. და მართლაც აი რა სიტყვების თქვენ ბრძანეთ, ალბათ ყველას გვახსენდებოდა ეს სიტყვები, რომელსაც პატრიარქი ხშირად გვიმეორებდა, რომ არ არსებობს სიხარული მწუხარების გარეშე და არ არსებობს მწუხარება სიხარულის გარეშე. მამა ირაკლი, მრავალმხრივ პიროვნებაზე საუბრობთ, ძალიან დიდი მასშტაბის პიროვნებაზე, უნიკალურ მოვლენაზე ჩვენს ისტორიაში და ბუნებრივია რომ ბევრია სასაუბრო, მრავალი მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი სათქმელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინაიდან ჩვენ დღეს ნათლულებით გვყავს სტუმრად და ნათლულთა გუნდის წარმომადგენლები, მათი ხელმძღვანელიც, აი ამ კუთხით რომ დავიწყოთ, მით უმეტეს რომ თქვენი ორი შვილი ვიცით რომ პატრიარქის ნათლული არის. აი ეს ინიციატივა პატრიარქის, აი წლების შემდეგ ალბათ კიდევ სხვანაირად შეფასდება და ისტორია სხვანაირად იტყვის თავის სათქმელს. ის რომ პატრიარქმა გარკვეული წლების წინ ბრძანა რომ ის იქნებოდა ყოველი მესამე და მეოთხე შვილის ნათლია და რა შედეგი ჰქონდა ამას და ის რომ დღეს 50,000-ზე მეტი ნათლული ყავს პატრიარქს. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით? დიახ, გადაჭარბებით არ იქნება თუ ვიტყვი რომ აი უდიდეს და მილიონობით ადამიანში ნუ მიწყეს, მე ვფიქრობ, ცენტრალური ადგილი სწორედ პატრიარქის ნათლულებს ეკავათ. მიუხედავად იმდენი სასულიერო პირისა, ერისა, მრევლისა და რატომ? იმიტომ რომ ეს ნაბიჯი მისი უწმიდესობისა მართლაც როგორც ყველა ნაბიჯი ერთმანეთს შედარება თუ შეიძლება რომ უფრო მნიშვნელოვანი, უფრო სულიერი, მაგრამ ესეც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მომავლისკენ გამიზნული ნაბიჯია.
რა თქმა უნდა, მის უწესო აწყოში უამრავი საქმე აკეთა, უამრავი წარსულში გაკეთებული მადლი დაგვიტოვა, მაგრამ ეს არის გათვლილი სწორედ მომავალზე და არ არის ეს მარტო არ არის სტატისტიკა, თქვა 50,000-ია, მეტია თუ ნაკლებია, ეს არის უდიდესი ჩვენი იმედი, ყველა რიგითი ქართველისა. და აი ამ პროცესიაში შეიძლება ესე ითქვას, რომელიც პატივისმიაგე და მის უწმიდესობას ცენტრალურ ადგილს სწორედ ნათლულებს ეკავა და მართლაც აი ძნელი იყო, რომ გული არ დათუთქოდა ადამიანს არ გაეთმო გული ნებისმიერ გაყნული გული არ გაეთმო მათ წრფელ ემოციებს, მათ ცრემს, მათ გააზრებულ წუხარებას, რომელიც გამოხატეს პატრიარქის გარდაცვალების გამო. ეს ჩემი შეფასებით, კადნიერდების შენდობას ვითხოვ, ძალიან დიდი სასწაულია. რას გულს სასწაულს, რომ იქ ყველა ვნახეთ, ჯერ კიდევ პატარა ბავშვები, 3, 4, 5 წლის ბავშვების გულწრფელი ცრემლი. რა მინდა ვთქვა, რომ ხა საწყინეს რეალობა ხო ძნელად რომ ასეთი ასაკის პატარა ბავშვმა გაიაზროს პატრიარქის პიროვნება, მისი დამსახურება, მისი ღვაწლი, მის გაკეთებული საქმენი, ჯერ ვერა, მაგრამ აი მათი წრფელი ცრემლი იყო სწორედ დიდი სასწაული და ცოტა შედარება შემოვიყვანოთ, როცა მაცხოვარი იტყვის ახლა მოგვახება ზოვის დღესასწაული, რომ ქვანი იღადებდა ყრპითა, ყმათა, ჭვილთა, მწოვართა და დაემტკიცეს ქება. აი მართლა პატარა ყრმების პირი და ემოციები დაამტკიცდა პატრიარქს უდიდესი ამ კურთხევის ძალა და იმედი, რამაც რაც ჩვენში გააჩნია პატრიარქმა ნაბეჯით, რომ აღუთქვა ნათლიობა მესამე და მეოთხე დაბადებულ ბავშვს და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველა დიდი იმედით მოველით აი ამ ბავშვების მომავალს. ჯერა რომ ისინი განსაკუთრებულად მარტო ისინი კი არა, მაგრამ ყველა, მაგრამ ისინი მაინც განსაკუთრებულად გაიზრდებიან ღირსეული მამული შვილები, მორწმუნე ქრისტიანები და ამითი თავიანთ სახელოვან ნათლიას უდიდეს სიხარულს და მადლიერებას მიანიჭებენ და არ დარჩება თქვენს მარტო ეს ემოციური გამოხატულება და ამიტომ ყველას გულს გვითოს, ყველა დიდი სიყვარულით შევყუროთ ამ ბავშვებს და განსაკუთრებულად შეიყვარა ერმაც პატრიარქის ნათლულები და ლოცავ რა თქმა უნდა მეც და ბედნიჩებს დიდი პატივია რომ მათ რისკში ჩემი ორი შვილი იზრდება და გვჯერა რომ როგორც პატრიარქი ხშირად გვაგურთხებდა, გვაიმედებდა, გვანუგეშებდა რომ საქართველოს აუცილებლად გამთლიანდება, აუცილებლად გამწყინდება, რა თქმა უნდა ახლა ეს დიდი თემაა, მაგრამ ჩვენ ამ საუბრობთ რომ ეს უნდა განახორციელოს არაერთმა პიროვნებამ ან რაღაცა ხელისუფლებასა, ჯგუფმა, ან რაღაცა სფეროს წარმომადგენელს, არამედ გარკვეულმა თაობამ, რომელსაც უნდა იტვირთოს ჩვენი სამშობლოს გამთლიანება და გამწყინებას და მე მჯერა რომ ეს თაობა უკვე ჩვენ თვალწინ იზრდება და აი მისიას აღასრულებს და ამითი გვირგვინს დაადგავს პატრიარქის ამ მრავალ ათწლოვან მოღვაწეობას და თვითონაც სულის ხონებას ამითი დაიმკვიდრებენ თავით ნათლის ლოცვა-კურთხევით და მადლით. დიახ. მამარეკლე, აი თქვენ ბრძანეთ რომ ბავშვების გულწრფელი ცრემლი მიყვებოდა უწმინდეს და მართლაც საოცარია რომ ყველა თაობის ადამიანისთვის ერთნაირად ძვირფასი და ერთნაირად დიდი ავტორიტეტი ბრძანდება პატრიარქი ილია მეორე და ეს ასე დარჩება, ხო, ბუნებრივია, ჩვენ დიდი მფარველი და მლოცველი შევიძინეთ ცეცაში მისი სახით. აი რა არის მისი განსაკუთრებულობა? აი ალბათ ბევრი თვისების გამო, მისი სიბრძნის გამო, მაგრამ ის რომ მაინც ესე ადამიანებს თითოეულ ადამიანს შეეხო გულზე და გულთან მიხვიდა თითოეული ადამიანის და სულ შეეხო ადამიანებს. ალბათ ეს არ ვიცი, აი რა მოვლენასთან გქონდა საქმე და გვაქვს. ძალიან ძნელი უწმიდესი შეფასება, იმდენარი თვისება გქონდა, იმდენარი მართლაც ღვთაებრივი მადლით და სულიწიდის ნიჭებით მოხვეჭილი თუ ღვთისგან დაჯილდოვებული, მაგრამ აი ესე ვამბობ ხოლმე მე რომ ქართული ენა კურთხეულია, რა თქმა უნდა, დიდებული და ერთი საოცარ სიტყვა გვაქვს ქართველებს ღვთისნიერი. ღვთისნიერი უფრო აზრიდებს ამაში ღვთისნაირი. აი უწმინდეს სწორედ ასეთი იყო, რომ როგორიც შეიძლება იყოს ღმერთი მიწაზე, ბუნებით ღმერთს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მადლით ღმერთს, აი ესე თვისებები ქონდა ჩვენს პატრიარქს და ჭეშმარიტი ღვთისკაცი იყო. იმიტომ რომ ის მარტო არ იყო სიტყვით ქადაგებელი ქრისტიანობისა, სიტყვით მასწავლე, არამედ იყო ყველაზე მთავარი საქმით. და ის თვისებები, რასაც უფალი იესო ქრისტე ეუბნება ყველას, ისწავლეთ ჩემგან, ხომ? შვიდვარ და მდაბალ გულითა სიმშვიდე, სიმდაბლე, მოთმინება, სიყვარულის საოცარი ნიჭი, რაც მას ჰქონდა, სწორედ ეს არის ღვთისნაირობა, ღვთისნიერი ადამიანი, მიმტევებლობა. აი რომელი ერთი ჩამოვთვალთ, რომელი შეიძლება ვთქვათ, რომ მის უწმიდესობას არ ჰქონდა, ან ამაში ცოტა ნაკლებად უფრო მეტად თქვა. ესეთ რამე წარმოუდგენელია და ისევ ბავშვებთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოვყვები, თქვენის ნებართვით, სულ დამამახსოვრდა. რამოდენიმე წლის უკან მოხდა ეს ამბავი, შეიძლება 20 წლის უკანაც.
თხელ ტელევიზიაში გავიდა რაღაც გადაცემა იყო ბავშვის გულწრფელი შეფასება და აღიარებას მინდა ხაზგასმის ის მათი წრფელი ცრემლი მე ვფიქრობ ყველაზე ძვირფასი იყო და ვიდრე კიდე ყველა იცრემლეოდა ერიც და ბერიც სასულიერო საერთოდ ყველას თავისი განცდა ქონდა მაგრამ ამ ბავშვის ცრემლი ყველას გულს გვიჩუყებდა და მეტად იქ ვიცი იყო ხო და ერთ-ერთი ცნობილი ოჯახი გადიოდა გადაცემა იყო ჩაწერილი ხარდაბასახ სამშობა ერთი ხელოვანი იყო მეუღლე მეორე სპორტსმენი მის სულელს ჟურნალისტთა ჯგუფი გარკვეული ტელევიზიის და საუბნე ჯერ მშობლებს მე პატარა შვილი ყავთ 4 წლის დაახლოებით და რაღაც ხდება ხოლმე სიმბოლო გადავდნენ ამ ბავშვს და მიკროფონით რომ აიო შენ დედა რო გიყვარს თუ მამა ამ ბავშვს ეუბნებიან და მან ერთი უნდა უთხრა სან მეორე და არაფერი არ უთხრა და აი ისო რომ ვინ გიხარ ეკრანზე რომ გამოდის უფრო ხშირად ჩდება დედაო თუ მამაო და არა ვარც ერთიო და როგორ არ ჩდება ვინ გიხარიაო და მე ვის კაცი მიხარია და მიყვარს რომ გამოდის ეკრანზე ვინ მინო და ღმერთს რო გავსო პატრიარქს ეთქვა და ეხლა ეს ბავშვის ეს შეფასება ხო რა თქმა უნდა ეს იმდენს ხდება რომ იესო ქრისტე ღმერთი ხატის უნახავს მაგრამ რაღაც ეს შეფასება მისი წფელი გულიდან ამას გავუნდარ მე ვფიქრობ ძალიან ღირსეული შეფასება იმ გაგებით რასაც პატრიარქის თვისებები და მისი მოღვაწეობის თავარი აი ესეთი ნიშანდობლივი გამოხატვა აქვს მისი თვისებებიდან გავუნდარი სიმდაბლე სიყვარული მოთმინება მიტოვება და ასე შემდეგ ასე შემდეგ და ამიტომაც ხდება ის რაც ხდება ეს არის ლოგიკური ნამდვილად დიახ მამა ირაკლი თვითონ უწმინდესი თავისი მოღვაწეობიდან გამოყოფდა შვიდგზის ლოცვის აღდგენას აი ამ ტრადიციის აღდგენას და ბრძანებდა რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაუკეთებია რა თქმა უნდა მის თავმდაბლობიდან გამომდინარე აი ამაზეც რომ გავაკეთოთ აქცენტი რატომ თვლიდა რომ ესეთი მნიშვნელოვანია პატრიარქი შვიდგზის ლოცვის ტრადიციის აღდგენა რა ძალას აქვს ერთად ლოცვას და თქვათ აი პატრიარქმა ამით რა შემოიტანა ჩვენში გარდა იმისა რომ როდესაც ის გახდა პატრიარქი იქიდან მოყოლებული თავიდან მიიყვანა ხო ხალხი ტაძარში და პირჯვრის წერა გვასწავლა და ქრისტიანობა თავიდან ასწავლა ქართველ ერს დიახ ამ ლოცვების აღდგენის გარდასულელი მხარისა მიზანი რა იყო ამაზე პატრიარქი ღიად საუბრობდა იცით ზოგს გონია რომ რაღაც მაიდამაის დაფარული რაღაცა ბოლომდე არ ამბობდა თითქოს პატრიარქი რაღაც სხვა არ მსგავს უძვეს ყველაფერს გულღია და ბოლომდე საუბრობდა და ამ ლოცვის მიზანი რა იყო ბრძანებდა ის რომ ამ დროს მთელი საქართველო ერთიანდება და ერთობრივი ლოცვას უდიდესი ძალა ღვთის წინაშე და ის არ მალავდა რა თქმა უნდა ამალაკი არა პირიქით ეხლა უფრო რომ მისი ძველი ქადაგებები კადრები ვცელდება ჩვენ თვალს ვადევნებთ აი შეიძლება ითქვას ვერ მაყოფილდებით მისი ცქერი და მოსმენით ვინ ეხლა დაიწყო ვინს გვახსენდება მაგრამ ვტყვებით დღემდე გაგზდება ძალიან დიდი ხანი ჯერა და მისი უახლოს ქადაგებებიდან ერთ კადრიც მოვისმინე რომ ის ბრძანებს რომ მე როგორც კი პატრიარქად მაგუთხე მიზნად დავისახეო ქართველი ერის ერთსულოვნება სწორედ მისი ყველა ნაბიჯი იყო გადადგმული ამისკენ რომ შევაჯამოთ დამერწმუნეთ ნებისმიერი მისი ქადაგება იქნება შემოტანილი ეს ლოცვების წესი იქნება მსახურება გაკეთებული საქმეები ემსახურება და ჩვენი სამშობლოს და ერის უკეთეს მომავალს და მომავალში ერთსულოვნებას და მან ერთხელ ესეც რამე ბრძანა ერთხელ და რამოდენიმეჯერ საოცარი რამ რომ ბრძანებდა რომ სამების გამოცხადება ჰქონდა ეს უკვე ძალიან დიდი მოვლენათა გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ეკლესიის ისტორიას ორი წმინდანი ახსოვს, ორი ღირსი მამა, პირველი საუკუნეებისა, ვისაც ჰქონდა ასეთ კანონიერება, რომ სამება იხილა. ჯერ უკვე რამ ხელმოვლენა და მაშინ პატრიარქი ყო აგძელოს ამ თხრობას, რომ წმინდა სამმა გადმომცამე გრაგნილი. ეს გრაგნილო გავშალე ეწერა ერთსულოვნება. და ეს არის ჩემი თემი მსახურების თავარი გამსჭვალავი იდეა და ასე და მართლაც აი თქვენ ტელევიზიას ამიტომ დაერქვა ეს სახელი ეს არის პატრიარქმა დაგვარქვა დააფუძნა ჩვენ ტელევიზია მოგცა გეზი როგორ უნდა გვეხელმძღვანელა და როგორ ეფუნქციონერია ჩვენს ტელევიზიას და დაგვარქვა ასევე სახელი. დიახ და ასეთი მისი ყველა ნაბიჯი გინდა ტელევიზიას მეტყვით ვახსენე რომ აი ამას ემსახურებოდა რომ ერთსულოვნება ჩვენი ერისა სხვანაირად ჩვენი გადარჩენა შეუძლებელია. ამასაც ბრძანებდა გამარტავდა რომ ეს არის გასაღები, ეს არის ზეცის კურთხევა ქართველ ერზე. ეს არის ჩვენი მისია. თუ გვინდა რომ ეს მისია რაც მოგვეცა შევასრულოთ, ანუ სარწმუნოა დავიცვათ ვიდრე მოსვლამდე, თუ ერთსულოვანი ქართველი ერი არ იქნება ეს შეუძლებელია და ის ვიცით რომ უწმინდესი ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, ამისთვის დაიხარჯა, ამისთვის დადნა, ამისთვის შეიწირა ამდენი უმძიმესი ჯვარი ატარა პატრიარქობისა და შეიძლება ითქვას რომ ღმერთმა მის მოღვაწეობა დააგვირგვინა, დააჯილდოვა იმით რაც ჩვენ ვიხილავთ და რა თქმა უნდა პატრიარქმაც იხილა ის ერთსულოვანი ქართველი ერი. საოცარი მანიფესტი ქართველი ერის. და დიდი იმედი მაქვს რომ აქ არ დამთავრდება, ვერ დამთავრდება აქ. ეხლა არც ამას სიფრთხილით ვამბობ, არც შიშით არ ვამბობ, დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ერთსულოვანი ახლა ჩვენ ერმა შეძდა, ყველამ დაინახა რომ რა კარგია ერთად რომ კი მიზეზი სამწუხარო იყო, მაგრამ რა გვაერთიანებდა? გვაერთოს სწორედ რა სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული და
პატრიარქის უდიდესი პატლიერება და ეს ისეთი დებულებები ამაზე რომ დაფუძნება ეცნონება, ჯერა რომ ჩვენიერი ძალიან დიდ სიტყვის მომავალში თავისი არსებობის და თავისი ქრისტიანული ქადაგების კუთხით მთელი სოფლიოს როგორც ეხლა მოხდა. და როგორც პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა აღნიშნა, პატრიარქმა თავის მოსვლით გაერთიანა საქართველო, თავის როდესაც მოხდა მისი აღსაყდრება და ვიცით, რომ უამრავი ადამიანი მაშინ გაერთიანდა და თვითონ აღსაყდრების ცერემონიასაც ესწრებოდა უამრავი ადამიანი და კიდევ უკეთესად გაერთიანა გარდაცვალებითო და მართლაც ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ერთობა შენარჩუნდება. მამირაკლი, ჩვენ ასევე ვიცით, რომ თქვენ ქონდათ პატრიარქთან შეხვედრების ბედნიერება, თქვენს ოჯახს ასევე ქონდა პატრიარქთან შეხვედრების ბედნიერება და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ბოლო თუ არ ვცდები ბოლო შეხვედრა 2 აგვისტო იყო, რომელსაც მეც ვესწრებოდი და ილიაობას აღნიშნავდით. თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ ის რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ პატრიარქთან ურთიერთობიდან. დიახ, არანაირად არ დავიწყებ დაბრალებას ან გამოგონილ ურთიერთობებს უწმინდესთან ასეთი პიროვნული ურთიერთობა არ მქონია. თქვათ, ძალიან ცოტაჯერ მქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობისა, შეხვედრისა, გნებავ თანამლოცველობისა, მაგრამ მასთან ერთად ასეთი დიდი ხანის ყოფნის ბედნიერება ნამდვილად არ მქონია, მაგრამ ამის გულისწყეტას კი არ ეწევს ჩემში. ახლა ყველას აქვს სურვილი და უარს კი არ ვიტყოდი, მაგრამ უბრალოდ რატომ არის უწმინდესი კიდე უდიდესი ადამიანი და ღვთისკაცი მართლაც ასე უწოდებ მე რომ არიან წმინდანები ისტორიაში ბევრჯერ ფიქსირდება, რომელსაც სული წლის მადლით ეძლევათ ეს ნიჭები, რომ მასთან გარემოცვაში ყოფ ადამიანი დიდ მადლს ღებულობენ. ამას და დღეს მიხარი იმდენ ადამიანი ყვება ვადევნო თვალს თქვენ ტელევიზიიდან ვისაც პატრიარქთან უშუალოდ გარემოცვას დავარქვათ ხომ საერო თუ სასულიერო იქნება რომ უამრავ ფაქტს იხსენებენ, უამრავ უწმინდესის აი ნათქვამად ყოფილი ცხოვრებაში მის რჩევებს, მის ჩარევას, მის კურთხებროდ არაფერს არ ეთქვა მადლის მიღებას, მაგრამ ჩვენი შემთხვევა კიდევ ისეთ განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩვენ ეს სიახლოვე ნამდვილად არ ქონია, მაგრამ წმინდანები ვახსენე და არიან წმინდანებსაც შევედრებოდა ადამიანი გარკვეულ საკითხს და იმხელა კადნიერება ქონდა ღვთის წინაშე, რომ ღმერთი მის თხოვნას აღსრულებდა, ამ ადამიანს აძლევდა სათხოვას და პატრიარქი ამიტომაც არის ღვთისკაცი საოცარ ადამიანი, რომ მას ქონდა ნიჭი სხვისი ცხოვრების ხედვისა და აზრების კითხვისა, ყველა ამასაც გულწრფელია სხვის ცხოვრებას ამასაც ბევრი საუბრობს და ძალიან ბევრი მე გამონაკლისი ვერ ვიქნები უბრალოდ ჩემი კუთხით დავიძახი რომ მას ესე რამხელა ღვთის მადლი მოსილება უნდა ერთ ადამიანში რომ პიროვნებას არ იცნობდე მისი ცხოვრება მისი გულის ნადები მისი ფიქრები შენ განჭვრიდო და ღმერთმა შენით იმოქმედოს ესეთი საოცრებაა და სწორედ მისი უწმიდესობის დამსახურება ჩვენ ცხოვრებაში პატრიარქი ისე არის ჩართული იყო და იქნება დარწმუნებულად იმედი გვაქვს ჩვენ მაგის და ისე ერეოდა სასიკეთო გაგებით რომ მან არა მარტო ჩვენ მასთან შეხვედრით მადლი მივიღეთ, წყალო გვიხარო და უდიდესი რა მოხდა, რომ ჩემი ცხოვრება მაგალითად და ამის შემდეგ ჩემი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და პიროვნება, რომელსაც მე საერთოდ პიროვნული ურთიერთობა ნაცვლობა არ მქონია. და ასე მოხდა შემდეგ სტუდენტობის პერიოდშიც, რომ როგორც მოხდა ახლა ისტორიაში შორს აღვიყვანს საჰაერო ძალების სერჟანტი ვიყავ საქართველოს, იქ როცა პატრიარქი მობრძანდა, უცნობ ადამიანი ვიყავ, ფაქტობრივად იმდენ ხალხში ცოტა ვიათფრენდ გაფრინდა, ჯვარი გადავსახე ესე ჩემთვის, ესე ძალიან და უჩინად არის ვარ დაინახა, რომ ცუდად არ გაეგოთ და გულში ლოცვა აღვდა პატრიარქმა ეს ყველაფერი საოცრებაა, რომ არ ვიცი მე როგორ დაინახა, როგორ დავარქვა, არ ვიცი. ფიზიკურ თვალით ის ამას ვერ ხედავდა, იმიტომ რომ ერთი 30-50 მეტრი ჩვენ მოშოვი ვიყავით საფრენაპარას, ვერ დაინახავდა სულ და რომ ჩამობძანდა თვითონ დააყენა ეს საკითხი, რამოდენმე დღის მერე. მე თითქმის დავიწყე უძღვნა, მაშინ არავითარ მნიშვნელობა მისთვის არ მიმინჭებია ამ ფაქტისთვის. და უწუზა თვითონ მოითხოვა რომ აქედან რომ მივიდეთ ერთმა თქვენთაგან ჯვარი გადავხსნა მოითხოვა ამ პიროვნების გამოჩენა და უამრავი ხალხი იყო ხა წოდები ცოტა რთულია სამხედრო სფეროში გამორიცხული იყო რომ გამორიცხულია ფიზიკურად და ისე შემაწუნა ამ მოვლენამ რომ მე ვხვდი რომ დიდ სასწაულთაო საქმე რომ ჯერ როგორ გამოვიდოდი კარკინავს იქედანაც წავედი ისე აი რაღაცა შიშმა შემიყრა არ ვიცი რა შევადა რომ როგორც სახარების ეპიზოდს ვადარებ ხოლმე სისტემარი დედაკაცი რო განიკონა ქრისტესთან შეხები და რო შეეშინდა არ გამხილდეს და ხან ერთმა უთხრა მისთვის მე ვიყავიო მე ვილოცეო რომ პატრიარქშიდობით დაბრუნდეს ხან მეორემ და უღიმოდა და არაო თქვენ ვერ გამიგეთო თვითონ კი არის ლოცაო ჩვენ გადავსახა ჯო მე ერთმა მე ვიყავი და არ მოიხსნა და არაო ის თქვენზე ახალგაზრდა იყო და მაშინ მე სულ 27 წლის ვიყავ დაახლოებით და ну ხა ვიფიქრე გვარის სახელიც არ თქვას ხო და გვეხარ დავიტევდი ამდენს და რაღაც მივედი მას უთხარ მე ვიყავ ეს მეთქი და აი გამიღიმა ის მისი შემოხედვა არ დამოვიზდება რამდენი წელიც გენა ვიცოცხლო და
მეც მოყავს მომიფედა შენ იყავი და ნუ მე დაუძახა მონაზიუმი ახლა მოატანინა ჯვრები არისო მანქანაში ბევრი ჯვრები მოუტანეს ესე ხელში და არ ორი თითქოს ხელა არჩი ერთი ჯვარი ამოარჩია ცეფიც გვაქვს თავის ხელით ნუ ცეფი გავდა ჯვარი მაგრამ იმის მერე ჩემი ცხოვრება ისე შეიძლება კანში რო აღარ ეტო ადამიანი ისე აირია ცხოვრება ვისაც მე ესე არ მომიყოლია არ მივიდა კარდაკარი იმიტომ რომ რაღაცა თვითონ სწავლა დამემართა დამეუფლა მე ამ სასწაულთან როდესაც მოვყევი მოძღვარი იქნებოდა თუ საეკლესიო წრის ძალიან ვიწრო წრეში ისეთ სიტუაცია მოიტანა ყველა მე უნდა აუ ეს მღვდელი გახდება და თავად მე ბრაზდებდი ხო რა ეს მღვდელი გახდება რა შუაშია ეს არ ფიქრობდი არანაირ არც ფიქრობდი დიშაც ყველაფერი არ მეტყობოდა სამისო არც ეხლა ვარ აღირსეული ისეთი მღვდელი რო თქვა მაგრამ ეს პატრიარქის ჩარევით მოხდა შემდეგ მაინც გამიჭირდა აი ვაღიარებ სუწესობას შენდობას თქო რომ ამ ხელა ამბის მერეც გამიჭირდა სარწმუნოებას არ მეყო რომ როგორია ერთი შვილი ყავდა მეოს თვლოდებოდით რომ მიატოვე სამსახური სტუდენტი გახდი და ვერ მეყო სარწმუნოება და ისე მოხდა მე რომ ესეთი სნეულება შემეყარო ფიზიკურად ვეღარ გავაგზავნე სამხედრო სამსახური კონტრაქტი ვეღარ გამიფორმეს ანუ ფიზიკურად ვერც ვიმუშავე ვერსად მარტო მქონდა საშუალება რომ მომესმინა ლექციები და თუ დამეწერა და გადავწყვიტე და ამიტომ მე აკადემიაში ჩაბარება ისე დიდი სასწაულს უკავშირდება ხარ არ უნდა ეთერი ჩემი ამბები დავიკავო და იქაც ისე მოხდა რომ ერთი ქულა დამაგნებდა 4-5 დღე რჩებოდა გამოცემამდე იქაც სასწაული რო არა ვერ გვწყვიტავდი არ მეგონა რომ ღირსი ვიყავი ამისი და მოკლედ იქაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ერთი ქულა დაგვაგდა და ნუ ძალიან იყო ყველა რომ ჩაკეცხა არა და 3-4 ბიჭი როდესაც ერთი ქულა დააგდა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაგვიშვეს ჩვენ ამ სასწავლებელში იქაც ჩაერია და როცა უწუნესი მობძანდა ერთხელ ახალი სტუდენტები ვარ და უთხოვეს პირველ კურსელებს ერთმა სიტყვა უნდა უთხროს და დიახ ისე მოხდა რომ მე მათქმევინეს და მაშინ მინდოდა რომ მადლობა გამომეხადა პატრიარქის მიმართ და ამაბეს ვერ მოყვებოდი და კი ძალიან ახლო ვიდექით ეს უწუნესთან ხელවත් მქონდა და გპირდებით მე თუ თქვენ უწუნესობა მე გპირდებით რომ რასაც აქ ცოდნას შევიძენ და წმენას ვესწრები რომ ღვთისადიდებელდა და სამშობლოს ეკლესიის სასარგებლო და მოყვასის სანუგეშოდ გამოვიყენო მეთქი და ესე იყო არ დამოწდა თავ ჩაღონული და ესე აწია თავი და როგორ ბავშვი ეს ეტაში დავყევას აი ისეთი ბედნიერება დამეუფლა და მეორე დაგვიხმარა აი ძალიან ბევრი მოსაყულ მოყოლა შეიძლება მაგრამ მადლობა ის უწნესობას და ჯერა რომ ეხლა უფრო მეტად დაგვიხმარება და აი ამ რაც პირობა მივეცი და დობა გამოვხატა ჩემს მიმართ ვესწრები რომ თავი არ დავზოგო რომ ნამდვილად შევასრულო და მთელი ჩემი ცხოვრება ემსახურო ღმერთს წმინდა ეკლესიას და ადამიანების ნუგესა და უკეთეს მომავალს. მეც შეგაძლებინოთ. დიდი მადლობა მამა ირაკლი. ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი საუბრობდა სტუდიაში.